მესამე შვიდეულის შაბათს, რათა ჩვენი ცხოვნების გამო სიკვდილამდე არ მოვდუნდეთ. ძმანო და მამანო, მესაჭის ფუნქციაა ხომალდის მიმართვა განსაზღვრული ცურვის მიმართულებით, რათა სიცოცხლის ნავსადგურს მიაღწიოს. წყემსის მოვალეობაა თავისი სამწყსოს სადგომში შეყვანა და გაყვანა, გადანაცვლება საძოვრიდან საძოვარზე და წყლის სიგრილეში დასასვენებლად. მათთვის სალამურით დაბალი ხმით სწვენა და ფრთხილი დაცვა, რათა მხეცებისგან არ დაზიანდნენ და სხვა ყველაფერი, რაც კარგ მწყემს შეეფერება. მხედართმთავრის მოვალეობაა ლაშქრის გააზრებული წინამძღვრობა და ნუგეშინსმცემელის სიტყვით მათი გამხნევება, რათა სიმამაცით არამარტო მგზავრობის გაჭირვება აიტანონ, არამედ ბრძოლის დროს მოწინააღმდეგესაც მხნედ შეუტიონ და გაანადგურონ. ასევე მეც, ღანტაკსა და უღირს, ღმერთის მიერ თქვენს სულებზე მზრუნველობა და მმართველობა მომენდო. ამიტომ თქვენი საერთო სიცოცხლისათვის მევალება ჩემი საცუდავი სულის დადება, რადგან ეს არის თვისება და ნიშანი კარგი და სანდო მწყემსისა, უფლის სიტყვის ამებრ. ამის გამო ჩვენზე შრომა, საფიქრალი და საზრუნავი მოდის და ღმერთის კაცმოყვარებისკენ მივიჩქარები. ვევედრები და ვითხოვ, რათა არ განრისხდეს და ჩემი ცოდვების გამო თქვენს ხსნაზე თავისი მტკიცე ხელი არ აიღოს. არამედ ღმერთმა მისადმი თქვენი სიყვარულისა და მხურვალე რწმენისათვის მოგვითმინოს და თქვენი კრებული თავისი სახელის სადიდებლად და საქებლად დაიფაროს, ხოლო თქვენი მეშვეობით ჩემი ცოდვილის საცხოვნებლადაც იიძულოს. მე ახლა ჩემოშვილებო, ვაღიარებ, რომ საღვთო საქმისათვის თქვენი შრომა ღვაწლი და ოფლი მაგმაყოფილებს, თქვენსა და ჩემს განსანათლებლად და საცხოვნებლად, რადგან სულიერ და ხორციელ საქმე და შრომათა და გაჭირვებათა მეშვეობით ყოველდღიურად წარემატებით და დასვენებას არასდროს კადრულობთ. ვინაიდან ღამე იღვიძებთ, გალობთ, ლოცულობთ, ფსალმუნობთ, როგორც თითოეულს შეგიძლიათ, ხოლო დღისით საქმეს იღებთ, თითოეულს როგორი ხელობა ან და დარიგებაც გაქვთ და როგორც ფუტკრები სხვადასხვა მსახურებისათვის დაფრინავთ. ამგვარად კი ყოველი მხრიდან მადლის ყვავილებს აგროვებთ. ამიტომ მიხარია და მხიარულობ, რადგან ვხედავ დიდი საზღაური მზადდება ცაში, მაგრამ სანამ ამ ქვეყნად სიკვდილის მიერ გავიდოდეთ, ჩვენი ცხონებისათვის მცირე მოდუნებაც არ შეიძლება. ყველაფერი რომ არ დავღუპოთ, ამიტომ ახლა შეგახსენებთ. იფრთხილეთ, ვაითო თქვენი გულები მოწყენებითა და სიზარმაცით, უჯერო და ამაო გულის სიტყვების მიერ დამძიმდეს და ამგვარად თქვენში სულის მკვლელი დაცემა შემოვიდეს. ჩვენი წუთიერი ცხოვრების დარჩენილი ნაწილი განახლებული გულმოდგინებით დავასრულოთ, რათა კეთილ ღვაწლთან ერთად საღვთო მოსურნეობითა და დიდებული სათნოებით ამ ბოროტი და ძნელი ცხოვრებიდან მომავალ მარადიულობაში მივიცვალოთ და საზღაურის მომცემი ღვთისაგან სიმართლის დაუჭკნობელი გვირგვინი მივიღოთ. ამას იქით თითოეულმა განიცადოს თუ როგორ დგას მსახურებაზე ღმერთის სამონებლად, ნურც მოშვებულად, ნურც დაუდევრად, ნურც დააზარებით, ნურც მზაკრულად, რადგან იცოდეთ, რომ არა ადამიანს, არამედ ღმერთს ხალატობთ, რომლის მიმართაცაა მისი მსახურება. რის გამოც ურჩისა და მორჩილიც არა ჩვენი ბრძანებით განისვენებს, ან თუ ჩვენგან განისჯება, არამედ ამ ცნებების მომცემი მოწყალე ღვთისგან და მეუფისგან. თუ კი ვინმე წერს, ან მსახურობს, ან ხნავს, ან მიწას თხრის, ან და სხვა რამეს საქმიანობს, აკეთოს ისე, როგორც ღვთისა და არა კაცთა წინაშე, რათა საზღაურის მომცემი და გულთამხილველი ღვთისაგან შრომა წმინდა და განბანილი იყოს. პირველ რიგში ენის დაცვაა საჭირო, ამაო უქმ და უსარგებლო საუბარდაგან, თვალის მორიდება საზიანო სანახაობებიდან, გულის დაცვა უწმინდური გულის სიტყვებისგან და ღმერთის შიშით ყველა სხვა მგრძნობელობის მოზღუდვა. გაუთამამებელი სიყვარულით ერთმანეთთან მორიდებულად ილაპარაკეთ. ერთმანეთში შეაზავეთ წესიერად საუბარი, ღირსეულად მზერა, სასარგებლო სმენა, უმჯობესთან მიახლოება და საღვთო ჩანაფიქრი, რათა ამგვარად ღვთის მცნებათა აღსრულებით ერთად ვიხაროთ და ჩვენი უცხოობის დღეები სასარგებლოდ გავლიოთ. ვიცხოვრებთ რა ასე, ღმერთი ყვავდეს შემწედ და მხსნელად და მტკიცე საფარველად მეოხება წმინდა ღვთისმშობლისა, დიდებული მთავარანგელოზების, დიდი წინამორბედისა და ნათლისმცემლის და იოანე მახარებლისა და ღვთისმეტყველის, რომელთა მონასტრებსაც ვფლობთ. უკეთილ ღმერთი ჩვენ კერძო არს, ვინ არს მტერ ჩვენდა და უკეთილ ფალის შესავედრებულ არს ცხოვრებისა ჩვენისა, ვისგან შევწრწუნდეთ და თუ კი წმინდა ღვთისმშობლისა და ყველა წმინდანის შეწევნა გვექნება, ჩვენზე ბატონობას ვინ გამოაწევს? სრულად ვერავინ, ნურც მოხდება, არამედ ეშმაკებით შორს გაიქცევიან ჩვენგან, ადამიანები შეგვაქებენ, მტრების შეშინდებიან და ჩვენი ღმერთის შეეწინააღმდეგება არავის შეეძლება. ხოლო თუ კი ზემოთ ნათქვამის საწინააღმდეგოდ ვიცხოვრებთ, საწინააღმდეგო საქმეები მოიწევა ჩვენზე.
ამიტომ მამანო და ძმანო, ფრთხილ სიმშვიდეში დავიცვათ თავი, უფრო მეტად კი ამ წმინდა დღეებში და უცხო ფიქრებს გავექცეთ, რადგან ყველა ქვეყნიური განზრახვა უცხოა ჩვენი კეთილგონიერებისაგან, როგორც საუბარი მეფეებზე და ლაპარაკი მთავრებზე, ან და რაიმეს გამოკვლევა ან გამოძიება, ან და რაიმე საქმის გამო კამათი, რომლისაგანაც არ არსებობს სულის სარგებელი, არამედ უფრო მეტად მრავალი გასაჭირი გვატყდება თავს, რადგან ნათქვამია, რაც ნაბრძანები გაქვს, ის გაიხსენე. სხვა არის ჩვენი საზრუნავი და ჩვენი მეუფის სათნო ფიქრები, ესე იგი სულისთვის სასარგებლოზე, ნეტარი მამების სათნოებასა და ცხოვრებაზე, სიკვდილსა და წმინდა ანგელოზებთან შეხვედრაზე, სულის გამოყოფაზე და ქრისტეს შიშისმომგვრელ ხატთან პასუხის გაცემაზე, მომავალი საზღაურისა და ცასა-სასუფეულის გამო, რათა ამგვარად ჩვენი ძალის შესაბამისად, როგორც ანგელოზები მანათობლად ვჩანდეთ და ქვეყანაზე მყოფთ ნათელს ფენდეთ, რადგან ფუჭი საუბრისა და ამაო ფიქრის გამო საძაგელ საქმეებში ჩავარდნა და მამნებელ განკითხვათა მიღება შეგვემთხვევა. ამიერიდან იფრთხილეთ და პირი რაიმე უღირსი სიტყვის თქმისგან დაიდუმეთ. უფრო მეტად და უფრო მხურვალედ კეთილ საქმეთა შურისკენ წარემატეთ. საღვთო სიყვარულისა და სიმართლის დაცვის გამო სიკვდილი ირჩიეთ და ღმერთმა თქვენი ასეთი გულმოდგინება, როგორც საქმეები ისე მიიჩნიოს და განკითხვის დღეს მოწამეთა გვირგვინებით დაგაჯილდოვოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, რომლისაც არის დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.